reason with a tiger when your head is in its mouth. მეგობრებო, დღევანდელ მსოფლიოში რო პოლიტიკური ქაოსია, ბევრ თქვენთაგანს მოეხსენება. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ისეთი პოლიტიკოსები არიან, რომ ტვიტერზე ფრაზების წერის მეტი არაფერი შეუძლიათ და ზოგჯერ ამ ფრაზებსაც სხვები წერენ. როდესაც აშკარაა, მსოფლიოში საფრთხე რამდენიმე ქვეყნისგან, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია და რომლებიც მიისწრაფვიან ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე, არ არიან ისეთი ლიდერები, რომლებიც ამას წინ აღუდგებიან. თუმცა კი ამისთვის საჭირო სამხედრო ძალაც გააჩნიათ და საკმარისი ფინანსებიც. And that was quite easy. Yes, it was. და მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო. პირიქით, იყვნენ ლიდერები, მაგრამ არ იყო საკმარისი რესურსები. აი ზუსტად ამ დროს ჩერჩილი ცდილობს საკუთარი ქვეყნის გაძლიერებას, თხოვს დახმარებას ამერიკას და სხვა მოკავშირეებს. ამავე დროს ის ცდილობს ბრიტანეთში პატრიოტიზმი და შეუპოვრობა გაზარდოს. თუმცა ამავე დროს ბრიტანული ელიტის ნაწილი იტალიელ ფაშისტებთან ერთად ცდილობს გერმანიასთან ზავის მიღებას და ეს ბრიტანეთისთვის სამარცხვინო პირობებით. ზუსტად ამ იდეების ბრძოლის შესახებაა ეს ფილმი. We are going live. One moment, damn you! And 4, 3, 2, 1. From the foulest and most soul-destroying tyranny which has ever darkened and stained the pages of history. Conquer we must, as conquer we shall. მეგობრებო, დღევანდელ მსოფლიოს ძალიან აკლია უინსტონ ჩერჩილისა და რონალდ რეიგანის მსგავსი სახელმწიფო მეთაურები. დამერწმუნეთ, ეხლა რომ ეს ორი ადამიანი ერთად იყვნენ დღესდღეობით თავიანთ ადგილებზე, მსოფლიო ძალიან სხვანაირი იქნებოდა. ჩვენი პატარა საქართველოსთვისაც კი. ფილმის ნახვის მერე განსაკუთრებით ჩემში ორი ფრაზა, ორი გაჟღერებული აზრი ჩამჩა და ეს ორივე ფრაზა მე მგონი დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროს. პირველი, არ შეიძლება ავტორიტარულ რეჟიმებთან, დიქტატორებთან, ტირანებთან, ომის გამჩაღებელ და სხვა ქვეყნის დამპყრობლებთან და მათ მეთაურებთან არანაირი მოლაპარაკებები. ვიმეორებ, არ შეიძლება არანაირი მოლაპარაკებები და აქვე ხსნის, რომ ესეთი მოლაპარაკებები პირიქით ზრდის მათ მადას და ხვალე ისინი უფრო მეც მოითხოვენ. ეს უინსტონ ჩერჩილის ფრაზებიდან ამონარიდებია. და მეორე, შეუძლებელია ვეფხან მოლაპარაკება, თუ თქვენი თავი უკვე მის ხახაშია. აი ამ ორი, ასე ვთქვათ, ფრაზიდან და აზრიდან დღესდღეობით, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, როგორც მაშინ, შეიძლება დღესდღეობით კიდევ უფრო მეტად, სამწუხაროა, რომ როგორც გავიმეორე, დღევანდელ მსოფლიოში ესეთი სიტუაციაა. მაგრამ ეხლა მსოფლიოს თავი გავანებოთ და გადავიდეთ ფილმის გარჩევაზე. How many more dictators must be wooed, appeased, good God, given him mixed privileges before we learn? House painter! თავარი გმირის თვალყურის დევნა ერთი სიამოვნებაა. იგი ხან ყვირის, ხან ნოსტალგია და ცრემლები, ხოლო ქვეყნისადმი მისი შეშფოთების, რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების, ძიების და საჯარო გამოსვლებისთვის, თუ როგორ არჩევს ის სწორ სიტყვებს, ეს განსაკუთრებული მომენტებია ამ ფილმში. რა თქმა უნდა, მის ერთგულ დივან ელისაბედთან ერთად. A war cabinet has been convened. No. ეს არ არის მხოლოდ რეალური ისტორიული ფიგურა,
არამედ დინამიური პერსონაჟია, რომელიც ყურადღების ღირსია, რომელმაც მრავალი მაგრამის მიუხედავად მოახერხა თავისი ნებისმუსში მოკრება და სწორი მოქმედებებით გამოასწორა კატასტროფული რეპუტაცია ბრიტანეთის და ასევე ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. ეს არის ფილმი, რომელშიც თითქმის ყველა მოქმედება მაღალი თანამდებობის პირებს შორის და საიდუმლო ბუნკერში ვითარდება. ეს ფილმი იკვლევს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ბრიტანეთის გადარჩენა გერმანიისგან გამოიწვია და ჩერჩილის ლეგენდარულ სიტყვას ჩვენ არასდროს დავნებდებით. ფილმი უფრო ერთი ადამიანის პორტრეტია, რომელმაც ერის ბედი განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ფილმში სხვა პერსონაჟებიც არიან წარმოდგენილი, მაგრამ ჩერჩილის ყოფნა, ხილული თუ უხილავი, თითქმის ყველგანაა. განსაკუთრებულია მეტროში ჩასვლის სცენა, როდესაც ჩერჩილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილის მიღებისას, ჩვეულებრივ ხალხთან, მეტროში საუბრისას და მათთან კითხვა-პასუხის შემდგომ იღებს. ხო, ესეც განსაკუთრებული მინიშნებაა დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის და თუ დღეს ვინმე მსგავს რამეს აკეთებს, ეს არის 90% მინიმუმი პიარი და ესეთ ღონისძიებებზე ტელევიზიების კამერების წინაშე ხდება ყველაფერი და წინასწარ დაგეგმილი სცენარით ხდება და მაშინ ჩერჩილი ფაქტიურად მარტო გაიბარა მეტროში. ფილმის მთელი მოქმედება მხოლოდ გარი ოლდმენზეა დამოკიდებული. მისი განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის როლისთვის ართულებს მის ამოცნობას. ოლდმენი საოცრად ბუნებრივია ჩერჩილის როლში, თითქოს მთელი ცხოვრება 100 კილოგრამი წონით გაატარა სიგარის მოწევაში, ვისკის მასში და სულელარ კოლეგებთან იმის დამტკიცებაში, რომ ვებთან ვერ იმსჯელებ თუ თავი მის პირშია. What are you all staring at? Have you never seen a Prime Minister ride the Underground before? მისი ისედაც შთამბეჭდავი ფილმოგრაფიის მიუხედავად, ალბათ გარი ოლდმანისთვის ფილმში ეს როლი საუკეთესოა მის კარიერაში. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად. გარი ოლდმენმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თავის შესრულებისთვის. ბევრმა კრიტიკოსებმა ის ოსკარის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის მოგების ფავორიტად მოიხსენიეს. ოლდმენის შესახებ ითქვა: ბევრი დაგვეთანხმება, რომ ოლდმენი ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია. თავისი როლისთვის ოლდმენმა გადაღებების დროს მაკიაჟის სავარძელში დაახლოებით 200 საათი გაატარა. ფილმში მის შესრულება მაყურებელს ათწლეულობით დაამახსოვრდება. ფილმი ჩერჩილი მძიმე დროება მსოფლიოს პრემიერა ტელურიდის კინოფესტივალზე 2017 წლის 1 სექტემბერს შედგა. ფილმი ასევე აჩვენეს იმავე წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით $150 მილიონი გამოიმუშავა, ძალიან ბევრი კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ამის გარდა საკმაო პრიზები მიიღო სხვადასხვა კინოფესტივალებზე. If we enter into a peace deal with him right now, what would you say to that? Never. ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე ფილმმა 6 ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში და 2 მათგანში გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი კაცი და საუკეთესო მაკიაჟი ვარცხნილობა. ბალტას 71 დაჯილდოებაზე ფილმმა 9 ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის და საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიებში. ვისთვისაა ეს ფილმი? ვისაც გაინტერესებთ ისტორიული ფილმები? ვინც ხართ გარი ოლდმანის ფანატიკოსი, ვისაც მოგწონთ მისი ბრწყინვალე შესრულება, ვისაც გაინტერესებთ პოლიტიკა და გაინტერესებთ თუ როგორ იძერწებოდნენ მე-20 საუკუნეში ნამდვილი პოლიტიკოსები, ეს ფილმი თქვენთვისაა. We shall go on to the end! The new world, with all its power and might, steps forth to the rescue and the liberation of the old.